გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე, დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ევროპული სოციალისტების თავმჯდომარე, ასევე უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი წევრი ბატონი ფრიდონ ინჯია. მოგესალმებით ბატონ ფრიდონ, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით. ბატონ ფრიდონ, მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება რუსეთთან დიალოგის დაწყების მიზნით. და ცნობილია რომ საკმაოდ დიდია ეს რაოდენობა 66,000 გასცდა იმ ადამიანთა რიცხვი რომლებიც თანახმა არიან დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ამ დიალოგის კუთხით თუმცა არის ესეთი მომენტი რაც უკავშირდება თავად ამ ხელმოწერების შეგროვებას ის პლატფორმა ის საიტი რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ ხელმოწერების აგროვება პერმანენტულად ითიშება და კითხვები ჩდება სწორედ ამასთან დაკავშირებით რა არის მიზეზი ამისი ხომ არ იწვევს სწორედ ეს გარემოება რომ ადამიანებს სურთ რაც შეიძლება მალე დაიწყოს რუსეთთან დიალოგი და ამდენი ადამიანი აფიქსირებს თავის პოზიციას და ეს მოთხოვნა ჩანს ეს ხომ არ არის მიზეზი ამ საიტის ასეთი გათიშვებისა და თქვენს ასევე მონაწილეობთ ამ საქმეში ევროპული სოციალისტები, ანუ თქვენი მოძრაობაც პირადად თქვენ ასევე გამოდიხართ როგორც რუსეთთან დიალოგის დაწყების მომხრე და საკმაოდ წვლილიც მიგიწვით ამ საკითხში. როგორი იქნება თქვენი პოზიცია და როგორია თქვენი უახლოესი მომავლის ხედვა ამ მიმართულებით და ამ კუთხით, როგორ ფიქრობთ, როდესაც აგროვდება ეს ხელმოწერები რა ეტაპები იქნება კიდე გასავლელი რომ რაც შეიძლება მალე დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში. ანუ კონკრეტულად დაიწყოს უკვე რუსეთთან დიალოგი. მოგესალმებით თქვენ და თქვენს ტელემაყურებლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ეხლა მიმდინარეობს ხელმოწერები და ეს არის საკითხი მოსახლეობის რა მიაჩნია, მაგრამ მიაჩნია თუ არა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დიალოგი ჩვენს მეზობელთან, რუსეთთან. ამის თაობაზე მე 5 წელია საუბრობ, რომ აუცილებელია დიალოგი მეზობლებთან და მისი დასტურიც რო იქ საჭიროა, ეხლაც სახეზეა ორი მეომარი ქვეყანაა ეს უკრაინა და რუსეთი, ისინიც კი ხვდებიან და საუბრობენ და დიალოგს აწარმოებენ. ჯერ შედეგი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაინც არის შედეგი, იქ ტყვეების გაცვლა, 1000 რაღაცები, მაინც დადებითი მომენტია ამაში. ეხლა რაც შეეხება ამ ხელმოწერას, როგორც მე ამის თაობაზე შევიტყვე, ინიციატორი იყო მამუკა ფიფია, რა თქმა უნდა მე ამას რადგანაც ამაზე მე ხშირად მქონდა საუბარი, მე შევუერთდი ჩემს ჯგუფთან და უხუცესები პირველ რიგში ყველა ერთხმად იყო მომხრე იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოს საუბარი და ამ შეკრებაზე ამ თავისუფალი ტრიბუნის პლატფორმით ჩემს გარდა ბევრი სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ, პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საკმაოდ ისეთი შტამბეშტავი ტრიბუნა შეიქმნა, ასე შეიძლება უწოდოთ ამას. და უნდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში რა თვენახევარი მეტი კი არ გასულა, ამ პერიოდში ისეთი მოზღვავებით არის მსურველები მოსახლეობის ჩვენი მოსახლეობის რომ ხელმოწერები ელექტრონული სახით ასევე ფიზიკურად საკმაოდ ბევრი შეგროვდა ელექტრონულად სადაც 66,000-ია და ამ პერიოდში უკვე მეორეჯერ ითიშება ეს საიტი სადაც ჩვენ რეგისტრირებული გვაქვს და ეჭვი გვაქვს საკმაოდ ისეთი არგუმენტირებული და ფაქტებზე დაყრდნობილი რომ ეს შემთხვევით არ არის
მე გზნობდი ამას და ველოდებოდით, ჩვენ ყველა ველოდებოდით, რომ ეს ასეც მოხდებოდა, იმიტომ ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ დასავლეთს იმას როგორც გინდა ისე დაარქვი, გინდა deep state-ი დაარქვი, გინდა ომის პარტია, გინდა მიწისქვეშა მთავრობა, რაც გინდა ის დაარქვი. ეს მათ ძალიან გრძელი ხელები აქვს და წვდებიან ყველაფერს. მათ შორის ეს რომ ეს ხალხის აზრის გამოხატვა, მოთხოვნა, რომ მიუღებელია კოლექტიური დასავლეთისთვის, ეს ჩვენ ყველგან ვიცით და ამისი დასტურის ის გახლავთ, რომ მაგალითისთვის რამდენი წელია მიმდინარეობს აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში ჟენევის ფორმატი, მაგრამ შედეგი ნოლია და რატომ? იმიტომ რომ მას ეს ჟენევის ფორმატი კონტროლქვეშ არის იგივე deep state-ის წარმომადგენლებთან და კოლექტიური დასავლეთის კონტროლქვეშ მიმდინარეობს ეს, რომელიც რა თქმა უნდა, ყოველგვარი დიდი დასაფუთება არ აქვს, რომ მათ არ უნდათ საქართველოს რომ დიალოგი გამართოს თავის მეზობლებთან. ეხლა სადღაც 66,000-ია ხელმოწერები, რამოდენიმე 1000-ია, 1000-ზე მეტია. თითქმის წარმოგიდგენია თქვენ 100,000-მდე ხელმოწერა აი უკვე პრაქტიკულად არის. ეს მაშინ როდესაც ყველას არ აქვს ინტერნეტი, ყველას არ აქვს სტომა ელექტრონულ საშუალებებთან, ყველამ არ იცის ყოველგვარი რეკლამისა და ისეთი, რეკლამის გარეშე, აი 10,000-ობით ხალხი ითხოვს და მომხრეა, კი არ ითხოვს, მომხრეა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოს საუბარი. და ვფიქრობ, რომ ჯერ მივიყვანოთ ეს საკითხი, ბატონ დავით, ჩვენ მივიდეს ეს, ვნახოთ კიდე ერთი თვე ნახევარი რამდენიც იქნება და ვნახოთ რამდენიც გამოვა და იქიდან გამომდინარე, რომ შეიგროვდება გარკვეული რაოდენობის მოცულობა ამ ხელმოწერებისა, რომელიც იქნება ხალხის აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც არჩეულია უმრავლესობის მხრივ და რომელიც ეხლაც დიდი წნეხის ქვეშ არის და მათ შორის ამ საკითხთანაც მიმართებაშიც წნეხის ქვეშ იყო, ეხლა არ ვიცი რამდენად ეს საკითხი არის აქტუალური დასავლეთის მხრიდან. დასავლეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან ეგ არის ის რაც ყველაფერს ეს უშლის, რომ არა დასავლეთის წნეხი, ეს მოლაპარაკებები მე ვფიქრობ, რომ კაიხანია უკვე დაწყებული იქნებოდა, შედეგიანიც იქნებოდა, რაზეც თვითონ ოცნების პარტიის დამფუძნებელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ რუსეთთან ეს პრობლემური საკითხი დარეგულირებული იყო და პრობლემური საკითხის დარეგულირება რუსებთან, მეზობლებთან მე არ მგონია დიალოგის გარეშე მომხდარიყო. ესე იგი მას ქონდა მხედველობაში ის გაიწყებდა დიალოგს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ კოლექტიურ დასავლეთს ძალიან გრძელი ხელები აქვს და ჯერაც თავისი აგენტურით საქართველოში საკმაოდ მძლავრია. ვფიქრობ ეს უნდა დამთავრდეს და ჩვენი ინტერესებიდან, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ გაითვალისწინებ ჩვენი ხელისუფლება და გადაწყვეტს, იმიტომ რომ მეზობლებთან ეს დიალოგი მხოლოდ შეუძლია ხელისუფლებას და არა უბრალოდ ხალხს. ხელისუფლება ვფიქრობ თვითონაც იქნება დაინტერესებული. ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი საქმე მივიყვანოთ ბოლომდე ის რაც ვთქვით, დარჩენი უკვე იქ გამოჩნდება რა და როგორ. კი ბატონო, და ნახეთ ბატონო ფრიდონ, ის წნეხი, რაზეც ჩვენ გვაქვს აქ საუბარი საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც მოდის დასავლეთიდან, deep state-იდან, დავარქოთ ამას თავის სახელი, გასაგებია. და ხშირად ხელისუფლების ვერტიკალიდან, ან პირველი პირები, ახლა აღარ დავიწყებ დაკონკრეტებას და ჩამოთვლას, გასაგებია, ყოველ დღე სააგენტოებზე იდება
აი ეს საპასუხო რეაქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც მოსდევს აი იმ წნეხს, რაც ელჩების მხრიდან, დიპლომატების, ევროსაბჭო იქნება ეს თუ ევროპარლამენტი და ასე შემდეგ და ყოველთვის არის ესეთი მხოლოდ შემოიფარგლება ანალოგიური მწვავე პასუხებით. მაგრამ რეაგირება არ არის როგორც ჩანს იმ დონის, რასაც თქვათ იგივე ადამიანები, რიგითი ქართველები, მოსახლეობა ითხოვს. თუ კი ასეთი ხელების გადაგრიხვა ან რომელიმე კონკრეტული ელჩის მხრიდან, ან გადაცდომა აქ არ მაქვს იქ ჟენევის კონვენცია, მაპატიეთ ვენის კონვენციაზე საუბარი, სად უნდა ერეოდეს ელჩი და სად არ უნდა ერეოდეს. რატომ არ არის უფრო ქმედითი ხელისუფლების პოზიცია? თუნდაც დაიბარონ რომელიმე ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ტვინის გამოსარეცხად. გადასცენ ნოტა ან მარტივი ის ელემენტები, რითაც ასეთ შემთხვევაში მართლაც უნდა შემოიფარგლებოდეს საგარეო უწყება. სადამდე გაგრძელდება ეს მცდელობები, რომ რაღაცნაირად იქნას დატოვებული აი ეს შესაძლებლობა, რომ გამოსწორდეს ურთიერთობა დასავლეთთან. ამასაც ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ გვინდა აი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლა გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გვინდა აღვადგინოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ის სტრატეგიული პარტნიორობა ავწიოთ იმ მაღალ დონეზე, რომელიც ადრე ქონდა ორ ქვეყანას. მაგრამ ამ პირობებში, როდესაც იქ პირდაპირ ის ჯო ვილსონი, პირდაპირ რესპუბლიკელების წარმომადგენელია და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს ისეთ განცხადებებს, რაც არ ესადაგება ჩვენთან არსებულ რეალობას. აი აქ რას შვებით, როგორ უნდა მოვიქცეთ? ერთია თვითონ აი ამ ძალების პოზიცია, თუნდაც ეს ხელმოწერების შეგროვება, რუსეთთან დიალოგის დაწყების მოთხოვნა, გასაგებია მეზობელთან თუ პირადად არ ილაპარაკე და დროულად არ გადადგი ეს ნაბიჯი, სხვა აქ ვერავინ ვერ მოგიგვარებს ამ პრობლემას. აი ეს არის ძირითადი კითხვა, როდამდე უნდა ითბინოს რიგითმა მოქალაქემ. საქართველოს მოსახლეობამ, ელექტორატმა მთლიანად ერთად აღებულმა, ან ჩვენ ვართ არჩევანის გამკეთებლები, თვითონ არჩევნები რომ მოდის, ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს და ირჩევს ხელისუფლებას, მაგრამ ხელისუფლებამ ხომ უნდა გადადგას კონკრეტულად ეს ნაბიჯი როდესღაც? ბატონ დავით, ეს საკმაოდ მოცულობითი კითხვა და მიმართულება ჩამოთვალეთ თქვენ და დააყენეთ. აი ჩვენი საუბრის დღის წესრიგად. ასე მოვილაპარაკოთ მაშინ, რაც შეეხება ხელმოწერებს, რომლის თავისუფალ ტრიბუნაზე სადაც მონაწილეობენ, მე უკვე ვთქვი, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ის შედეგს გამოიტანს და ჩვენ დაველოდოთ ცოტა ხანი, როგორ იქნება ეს, როგორ წავა წინ და რამდენს მოვაგროვეთ იმაში 100,000, 150,000, რამდენიც იქნება, არ ვიცი, როგორ იქნება და ეს ყველაფერი მიმდინარეობს ყოველგვარი რეკლამის გარეშე. ამას თუ გვერდზე დავტოვებ და ეხლა ვისაუბრეთ იმაზე, ამ თავხედური გამოსვლები არის ელჩების მხრიდან და ძირითადი ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორც არის ახლა საფრანგეთი იქნება, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, მეტი რა დარჩა, იქ პოლონეთი და ასე შემდეგ. თითქმის ძირითადი ის ბირთვი გვეომება ჩვენ იმაში ეხლა ოპოზიციის წინააღმდეგ იმას მართავდა შიმშილობა გამოაცხადა და დამჯდარი არ იყვნენ. იქ როცა გერმანიის ელჩი მივიდა, იქ არ ვიცი ხაჭაპურები თუ იმითი ღვეზელებით მივიდა და რითი მივიდა და რა უნდოდა და რა გაჭირვება ქონდა, რომ იმ წუთში არ მისულიყო, რამოდენიმე საათში არ მისულიყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი. ეს ყველაფერი წინააღმდეგია. შენ სტუმრადა ხარ აქ, შენ ხარ ელჩი, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ნორმალური დიალოგი და მეგობრული ძაფები იქნება თუ რაც იქნება გააბა ორ ქვეყნებს შორის. ამ დროს შენ აფინანსებ და მხარს უჭერ, რომ საქართველოს ხელისუფლება გადაატრიალონ. მაგრამ უნდა გითხრათ ეხლა რადგანაც თქვენ შეეხეთ ჩვენ ხელისუფლებას როდის და რა თქვენ კარგად იცით, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველო პრაქტიკულად ოკუპირებული იყო 80%,
ოკუპირებული იყო Deep State-ისა და დასავლეთის კოლექტიური დასავლეთის მხრიდან. რას ნიშნავს ოკუპაცია და როგორი იყო ეს ოკუპაცია? ოკუპაცია ჩვენ ვიცით ახლა რა არის, მაგრამ ამ შემთხვევაში რა იყო ამ ოკუპაცია დასავლეთის მხრიდან? ეს იყო შემდეგი რამ ასე. ჯარზე სრული კონტროლი ჰქონდათ მათ. ესე იგი, იქ გადაადგილება, შეიარაღება, მოქმედები, ამაზე სრული კონტროლი ჰქონდათ. საბჭო სისტემებზე სრული კონტროლი ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო ერთი ბანკი საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით შეექმნა. და ზედმეტია საუბარი საბანკო სისტემაში ან საბანკო სექტორში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ან რომელიმე სხვა ქვეყნის საბანკო ბანკი შემოსულიყო აქ. სრული კონტროლი სრული კონტროლი ჰქონდა, იმათ არ შეეძლოთ. ეს მე ვიცი როგორც ყოფილი პარლამენტის წევრი, რომელსაც ჰქონდა საუბარი უმაღლეს თანამდებობის პირებთან, როგორც საბანკო სისტემაში ასე მაგალითს მოვიყვანთ ფრიდონ მაპატიეთ მე ადრეც მithქვამს ერთ-ერთ ეთერში 2008 წლის ომის დროს აგვისტოს ომის დროს როგორც კი ეროვნული ბანკის ფორმულარი გამოიცა რომ ომია და ტრანზაქციების შეწყვეტასთან დაკავშირებით პირველი ზუსტად 2 წუთში აი ვამონიტორებდი მაშინ სპიკერად რო ვიყავი ზუსტად გამოქვეყნდა თუ არა დაიდო თუ არა საიტზე ზუსტად 2 წუთში პირველი განცხადება დადო TBC ბანკმა, მამუკა ხაზარაძის ბანკმა და აგრეთვე საქართველოს ბანკმა. ტრანზაქციების შეწყვეტის შესახებ. აი, მე მახსოვს ეგ. თუ რუსის ტანკი შემოვიდოდა, ხო, ესე იგი ეს მთელი ქართველი ხალხის ფულით აბსოლუტურად ეს ანგლოსაქსებში მიდიოდა ეს ფული, ანუ იძარცვებოდა ქვეყანა მოსახლეობა. კონტროლი ედებოდა. აი, ასეთი რამე. თქვენ თქმაზე გამახსენდა ეს უბრალოდ. ეხლა, შემდეგი, რას ნიშნავს ეს ოკუპაცია დასავლეთის მხრიდან იმ 80%-ის. ეს იყო საბანკო სისტემაზე ვთქვით, ჯარზე ვთქვით. ეს იყო კონტრდაზვერისა და დაზვერის სამსახური მთლიანად კომპლექტდებოდა ამერიკელების მხრიდან. იქ კონტრდაზვერის სამსახური რო არის თემქაზეა თუ საუბარს, იქ შესვლაც არ შეეძლო ვინმეს ხელისუფლებიდან და პარლამენტის წევრს მით უმეტეს. საკადრო პოლიტიკაზე. საკადრო პოლიტიკა მთლიანად იყო ესე იგი კონტროლ ქვეშ. არ შეეძლოთ რომელიმე მინისტრის მოადგილის რაღაც თანამდებობის იმაში დაენიშნათ იმათი თანხმობის გარეშე. თუ რაიმე ციркуლარი არ იქნებოდა. თუ რაიმე ციркуლარი არ იქნებოდა. სასამართლო სისტემას არ შეეძლო რამე გადაწყვეტილება მიიღო ისეთი რომელიც ირიბად მაინც ეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ევროკავშირს. იმის მაგალითი იყო ახლახან 1-2 წელიწად ნახევრის უკან უნდათ გაეგრძელებინათ ეს ტაქტიკა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო გამოიძახა ერთ-ერთი ჩვენი მოსამართლე იმისათვის რომ შეეკითხა როგორ მიიღო მან ისა. იქ შეწყდა ის წითელი ხაზი იქ დამთავრდა. კანონების მიღებაზე. არც ერთი ისეთი კანონი, რომელიც ირიბად შეეხებოდა ინტერესებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებულ შტატების საქართველოს პარლამენტს არ შეეძლო მიიღო მისი მე ვარ მოწმე, როცა მე ვცადე რამოდენიმე კანონის ინიციირება, რომელიც მიღებული არ იქნა. სამეზობლო პოლიტიკაზე სრული კონტროლი. რას ნიშნავს ეს? ესე იგი სახელმწიფოს მთავრობას, როგორც ჟენევის ფორმატში იმად გარეშე ვინმეს დალაპარაკებოდა ან რაღაცა მიიღო ან და თვითონ შეხებოდა ამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს მთავრობას არის. უფრო მეტი ის ხელმძღვანელობდა 2008 წელს როგორ უნდა შეიარაღებულიყო როდის გაეხსნა ცეცხლი, რა უნდა გაეკეთებინა, რაც მათ ჩვენ დაგვაკარგიდა 20%. ეხლა ამ ჩამონათვალიდან ბევრია ჩამონათვალი, რომელი ნიშნულოვანი საკითხები, რომელიც უნდა იყოს სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლების კონტროლ ქვეშ, რომელიც იყო წართმეული. აი ამ ჩამონათვალიდან, რომელიც გაცილებით მეტია, შეიძლება ითქვას დღეის დღეობით საქართველოს ხელისუფლებამ ნაწილზე უფრო მეტი ნაწილი ამისი დაიბრუნა. დაიბრუნა მან საკადრო პოლიტიკა, დაიბრუნა მან ეხლა ვინ შეეძლო დაენიშნას სუსის
ან პროკურატურის პირველი პირები იმათთან შეუთანხმდება. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს გადალახა, გაუძლო ამას და უკვე ნაწილი აი ამ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის და მისი მართვის უფლება უკვე ხელთ აიღო სახელმწიფო. მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ეს ჩვენ გვინდა რაც შეიძლება ჩქარა სახელმწიფო მთავრობამ მთლიანად აიღოს თუ გვინდა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყნა მინიმუმამდე დაყვანის და მინიმუმამდე დაყვანის. მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ასე უყურებს იმ ჩვენს ინიციატივას, რასაც ქვია მეზობლებთან დიალოგის გამართვა. აი, ეს იქნება კიდევ ერთი მუხლი სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე წარმართვა. ვფიქრობ, აქამდეც მივა იმ. ამიტომ თქვენ კითხავზე მე მგონი უპასუხე, რომ როგორ და რა. რაც შეეხება ელჩებს, ასეც იქნება მიღებული, იმიტომ რომ ჩვენ მაინც პატარა ქვეყანა ვართ, რაც არ უნდა დამოუკიდებელი. ეხლა შენ რომ აქედან სხვა ქვეყანა რო ყოფილიყო იმ ელჩებს ზოგიერთებს არ მინდა ახლა ჩამოვთვალო ქეგაუშვებდნენ სახში 24 საათის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მაინც ქართული მენტალიტეტიდან და იქიდან აი რასაც პრემიერ-მინისტრი არაერთხელ ამბობს რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელებთან პრიბალტიელეკა ცალმხრივ რეჟიმში ვარ მეგობრობაშიო იმისი მსგავსია ეხლა ეგ ელჩებთანაც მიმართებაში მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ფიქრობ ესეც დადგება თავის ადგილას და თავის ადგილს მიუჩენენ იმათ ვინც ასე იქცევა. ბატონ ფრიდონ, ნახეთ თქვენ ბრძანეთ რომ უნდა დაველოდოთ გარკვეულ ეტაპამდე ხელმოწერებზე, როდესაც ჰქონდა საუბარი, აგროვდება ეს ხელმოწერები რუსეთთან დიალოგის დაწყების კუთხით, მაგრამ აი ამ ლოდინში ხომ არ შეიძლება ვიგულისხმოთ თუნდაც აი ეს გეოპოლიტიკური აი ზუსტად მე მინდოდა აი ზუსტად ასე მეპასუხა იმდენად ჩქარა იცვლება რომ აი დილიდან საღამომდე უკვე იცვლება ეს პოლიტიკური ლანდშაფტი ჩვენს რეგიონში და ამით აქედან გამომდინარე ცოტა ხანში ვფიქრობ უფრო ნათლად გამოჩნდება საკითხები იმიტომ რომ იქ არის ეს დერეფანი ეს შუა დერეფანი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია თურქეთისთვის და აზერბაიჯანისთვის შუა აზიის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი როგორ შეიძლება მინუს ხარისხში ესე იგი მნიშვნელოვანია რომ იქ არ გავიდეს და სხვა გზით განვითარდეს ეს ამიტომ მნიშვნელოვანი ეს კარგი გაგებით კი არა საქართველოს ხო კარგი გაგებით კი არა შეიძლება ეს იყოს ცუდი გაგებით მნიშვნელოვანი რომ ეს იყოს კონტროლის ქვეშ და რამდენი შემიძლია იგაუშვეს ამიტომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში დაკავშირებულია მთლიანად ამ სიტუაციასთან და სამეზობლო პოლიტიკასთან. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მეზობლებს არ ირჩევენ, ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც მოგვიწევს დღეს თუ ხვალ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენს ინტერესშია გადაწყდეს ტერიტორიული მთლიანობის და აი ახლა ბოლო მოხსენებისას პრემიერის იყო პრიორიტეტი, ქვეყნის პრიორიტეტი, ეს არის 1-2 სოციალური უზრუნველყოფა, კეთილდღეობა და ქვეყნის ერთიანობის ქვეყნის გამთლიანების საკითხი და ნუ გასაგებია რომ ეს საკითხი დიალოგის გარეშე გამორიცხულია და ის ჟენევის ფორმატი რომ არ მუშაობს მე მგონი საკმარისი წლები გავიდა წინადრო იტყოდნენ 5 წლებიო კაი 3-5 წლები გავიდა მას შემდეგ მეტი თუ არა 3 ათეული წელი ხო 3 ათეული წელი რომ ეს საკითხი არ იზრვის და არ არის მომქმედი
და ბატონ ფრიდონ ნახეთ გასაგებია ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა როგორც ტრანზიტული ქვეყნისთვის ეს ახალი დერეფნები ის მასშტაბური პროექტი რომელიც გულისხმობს ჩინეთიდან აღმოსავლეთ ევროპამდე ტვირთების გადაზიდვას ჩვენ გვაქვს მართლაც უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და ერთ-ერთი მთავარი და ძლიერი ფაქტორი არის თუნდაც ის რომ ჩინეთი არის ამით დაინტერესებული ჩინეთი არის ისეთი ქვეყანა, რომელიც არ შეეპუება ასევე ვინმეს კონტროლს, ვიცით არ იყო მარტივი ურთიერთობა თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ახლა ტრამპმაც უკვე ხელი მოაწერა მასთან თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებზე ხელშეკრულებას. ეს ერთის მხრივ ასევე დამასტაბილურებელი დოკუმენტი არის, ვითარებას გულისხმობს. აქ ასევე აგრეთვე რუსეთმა შესთავაზა საქართველოს ჩრდილოეთ სამხრეთით კორიდორში ან დერეფანში მონაწილეობა, რასაკვირველია საქართველოსთვის თავის დივიდენდებით, მაგრამ აი ამ გეოპოლიტიკურ პროცესს, რასაც ქვია ეს დაძაბულობა ქვეყნებს შორის პრობლემები, აი ამჟამად მაგალითად თავი იჩინა დაპირისპირებამ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ ესეც როგორც ჩანს პროვოცირებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ არსებობენ მთელი რიგი ქვეყნები, რომლებსაც უნდათ ერთმანეთს გადაკიდონ რუსეთი და აზერბაიჯანი. და ეს შემთხვევით არ ხდება, როდესაც საქართველოში აპირებდნენ სიტუაციის არევას და აქ არ გამოუვიდათ, ვინაიდან ხელისუფლება დადგა მყარ პოზიციაზე ჩვენ სუვერენიტეტის და ინდივიდუალური კეთილდღეობისთვის გადაწყვეტილებებში ახლა ცდილობენ ეს ეგრეთ წოდებული საქანელა აამოქმედონ ჩვენ სამხრეთ მეზობლებთან. ნახეთ რა ხდება სომხეთში. იქაური ხელისუფლება დაპირისპირებულია ასევე ეკლესიასთან, ადგილობრივ ეკლესიასთან აზერბაიჯანს აქვს ეს ახლად შექმნილი პრობლემა რუსეთთან, იქ იჭერენ აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებს, აქ კიდე საკმაოდ ისეთ ნაცემები იყვნენ ის რუსი მოქალაქეები, რომლებიც იქ უკვე გამოაცხადეს, რა ვიცი, FSB-ს აგენტებად, ასე შემდეგ. თურქეთში მიმდინარეობს, აჯანჯღარებენ ვითარებას, იქ ვიცით, რომ გლობალისტი ლიბერალი მერიუზის ციხეში ერდოღანს და ერდოღანი ახლა ფაქტია, რომ ძალაა. ირანთან არ იყო მშვიდი ვითარება, ანუ ეს ყველაფერი მოყვა ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში. ჩვენთან არ იყო, სომხეთში იყო ჩასული, იქ შეხვედრები იყო. როგორც ჩანს ეს შემთხვევითი არ არის. ევროკავშირი ცდილობს არიოს როგორც ჩანს აქ ანუ დაძაბოს ვითარება. ახლა ასე დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტები მეტყველებს ამაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში არის თუ არა რთული გავართვათ ამ ყველაფერს თავი და გამოვიდეთ სამშვიდობოზე და ხომ არ იქნება ეს ახლა უკვე გარკვეული კონტინგენტი განგაში ზარებს ტეხს, რომ აი თუ დაიძაბა ვითარება აზერბაიჯანი, სომხეთი და ჩვენ აღმოჩნდებით რუსეთის, ასე ვთქვათ, უკანა ეზო. იგივე სააკაშვილი წერს ჩვენ ყოველთვის ვიყავით კავკასია და ამ კავკასიაში რა იგულისხმება კიდე გაურკვეველია. იქნებ ჩვენ გვაქვს იმის საფრთხე რომ თურქეთის ვილაიეთი გავხდეთ ამ ვითარებაში. მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მართებს სიდინჯე და სიმშვიდე რომ არავისი მხარე არ დავიკავოთ, იმიტომ რომ აქ კი არის ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სომხეთის პრემიერი თურქეთში ჩავიდა იქ მთელი რიგი საკითხებია ალბათ ეს ჩვენი ეთერი არ იყოფა ამას მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას კვლავ კოლექტიური დასავლეთი და გამოიკვეთა ვინ არიან ეს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სომხეთთან მიმართებაში დიდი ბრიტანეთი აზერბაიჯანსა და თურქეთის მიმართებაში იქიდან გამომდინარე რომ იმათ დიდი მეგობრობა გააჩნია საუკუნეებრივი და ასე შეიძლება ივარაუდოს კაცი ყველაფერი ეს გამოჩნდება სულ მალე ჯერ ერთი აქ ამ
სიტუაციაში თავისი სიტყვა ჯერჯერობით არ უთქვამს ირანს, თავისი სიტყვა არ უთქვამს ჩინეთს, იმიტომ რომ ჩინეთი აქ დაინტერესებულია იმით, რომ ეს დერეფანი, რომელიც ყველაზე მოკლეა და ყველაზე უსაფრთხოა საქართველოს გავლით, მე ვიტყოდი შავი ზღვით და ევროპაში, იმას ჯერ არ უთქვამს თავისი სიტყვა და არ ამგონია ეს რაც ხდება ეხლა კავკასიაში, მსხვერპლობაში რუსეთისა და აზერბაიჯანისა და სომხეთის ვაიაჟი თურქეთში, რომ გადაწყდეს ჩინეთის და ირანის მონაწილეობის გარეშე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები და ეს დერეფანი, ლოგისტიკის საკითხები ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის თუ არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის. ამიტომ აქაც ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა ჩაიაროს რა მაქვს მემხედველობაში. კოლექტიურმა დასავლეთმა ეცადა, რომ საქართველოში შეეცვალა ხელისუფლება და მოეხდინა რევოლუცია. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ევროპა მისი ძირითადი ქვეყნები მიხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები მიხვდა, რომ ეს საქართველოში არ მოხდება. იმდენად მყარად დგას ხელისუფლება და ის რაც დღეს აქ რუსთაველის მოედანზე ხდება, ეს არის იმ თავიანთი აგენტურის და მოღალატეების მცდელობა, როგორმე მიიღონ დივიდენდები და დაუმტკიცონ დასავლეთს, რომ ისინი რამე შეძლებენ, მაგრამ თქვენ კარგად ხედავთ, ისინი არიან დაშლილები აბსოლუტურად. იქ ვერ წარმოიდგენ ვინ უნდა იყოს. ვიზე შეიძლება ვინმე გააკეთოს რამე თავი დადოს, ვინ ამას ჩაუდგება სათავეში. აქ ოპოზიციაში, იმ რადიკალურ ოპოზიციაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც შეიძლება რამე გააკეთოს. ყველა აი წარმოგიდგენია ჩვენ, რომ აი ამ ერთი კვირის განმავლობაში ესე იგი გაფიცული იყვნენ და შიმშილობდნენ მეორე ოპოზიციური პარტიის საწინააღმდეგოდ. ასეთი არ ხდება. ყოველთვის თუ შიმშილობს ცენტრალურ მოედანზე, ძირითადად ეს შიმშილობს ვიღაცა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ. რატომ მიგდაჯდნენ ისინი დამждარიყონ იქ ლელოს ოფისთან ან იმასთან რომელიმე სხვა პარტიების რომელიც უნდათ მიიღონ Крыловის баснясы არის когда в друзьях согласия нет на ладых дело не пойдет. ხო და აი მე მაგალითად ხელისუფლებას ამას მე გამოვიყენებდი და ვეთყოდი იმ ხოშტარიას შენ რაზე შიმშილობ რომ ის სხვა პოლიტიკურ პარტია არ მიიღოს მონაწილეობა. ავიყვანდი მას, გადავიყვანდი იმ ოფისში, სადაც არის ის პარტია, რომელსაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და დამთავრდებოდა ამით. მე ასე ვფიქრობ ეს და აი როგორ დაიშალა. და აქედან გამომდინარე ხედავს ევროპა, აგინდაც ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვადასხვა მინისტრები, რომელიც არიან, ისინი ხვდებიან იმ ხელისუფლების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გაეროს კონფერენციაში იქ ესპანეთში და მიდის ნელ-ნელა ეს დალაგდება ამას წყალი არ გაუვა და მაგრამ ჩვენ აქ ამიც არ გვქნით ჩვენ სიგრძივ ისეთი მონსტრებია რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ისე წყნარად და ყველასთან მეგობრული ურთიერთობა. ყველასთან ჩვენ დავამყაროთ ის, რაც ქართველი კაცი ყველაზე ძლიერია. ყველაზე ძლიერი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველოს თავისი ურთიერთობებით. ყველაზე ამ ურთიერთობებმა განაპირობა, რომ ჩვენი რესპუბლიკა იმ დიდ კავშირში იყო ერთ-ერთი წარმატებული. ეს იყო ქართველი კაცის მენტალიტეტიდან გამომდინარე. ასე რომ ჩვენ კი გვინდა დავაჩქაროთ. ეს ოპოზიცია, ეხლა, ეს ხალხი, ვინც საპროტესტებს რუსთაველზე გადის, ერთმანეთში ვერ იგდებიან.
ვერც მორიგდებიან. ხო, ეს შიმშილობა რა გამოაცხადეს 24 საათი შიმშილობა მე არ გამიგია. ხო. ხო და როგორ ფიქრობთ ახლა ესენი მარტო თავიანთ იდეებს აგენერირებენ იქ თუ პირდაპირ ინსტრუქციებს იღებენ იმ აქ ახლა გარეძალებისგან რომლებიც დღემდე არის ვენებენ და აპირებენ არიონ აი ამათ მიმართებაში ორ ნაწილად იყოფა. ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ჯგუფი სენატორების, კონგრესმენების, რომელიც პირდაპირ უჭერენ ხალხს თავიანთ აგენტურას და ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს, რომელიც აქ როგორც აგენტურა. მაგრამ არის იქ საღი აზრის მქონე სენატორები და ვინც მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ხედავს, რომ მთლად ასე არ არის. ეს ქვეყანა ჩამოყალიბებულია და იქ სახელმწიფო უკვე სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და შემთხვევით არ იყო რომ ჩვენს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში გზა გაუხსნეს. ეს შემთხვევით არ არის. ესე იგი ის არის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი. ისინი ესე იგი ვინც წარადგინა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ის თვლის რომ ეს ქვეყანა არსებობს თავისი ხელისუფლებით. ეხლა თუ კითხავ ფორდელაიენს და კიდევ ის ევროკომისარი საგარეო საკითხებში კაია კალასი რო ჩავიდა შემეშალა სომხეთში კალასი იყო ჩამოსული და არა ფორდელაიენს იყო ერთი ნახევარი წლის უკან კი მანამდე კი აზერბაიჯანში ხო და კაია კალასი ეხლა ჩავიდა იქ რომ დაელაგებინა თავისი ჭკუით ეს იმათ არ გამოვა. თანხებსაც დაპირდა მესამე სექტორს. რა თქმა უნდა, აი დიდი თანხები ეს აი მილიარდები, მილიონები ხარჯავს ევროკავშირი ხარჯავს იმისათვის რომ შეცვალოს ხელისუფლება და მოიყვანოს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც რაც წინათ მე ჩამოვთვალე ის უფლებამოსილება, ის ძალაუფლება ჩამოართვას. აქ ერთი რამ არის კიდევ ცოტა გაუგებარი და ალბათ ამაში ჩვენ ხელისუფლება ჩამოყალიბდება. ჩვენ ყველა გამოსვლებში და ყველგან საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. და აი ჩვენ მივდივართ, აი ეს უკვე იმის მაჩვენებელია, ეს საბანკო სისტემა, ეს საკადრო საკითხები, ეს რაღაცა და ჩვენ ამ ვიძენთ ვაძლიერებთ სუვერენიტეტს. და ამავდროულად იგივე ხელისუფლება ჩვენ შევდივართ, გვინდა შევიდეთ ევროკავშირში. ევროკავშირში შესვლა, ესე იგი ამ სახელმწიფო ინსტიტუტების მართვის ნაწილი მიაქვს იმათ. ეს როგორ არის? ერთი მხრივ ჩვენ გვინდა ვიყოთ სუვერენული ქვეყანა და მეორე მხრივ გვინდა ჩვენი ეს უფლებები გადავცეთ ევროკავშირს. ხო არ აჯობდებდა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმისი მოთხოვნით, რომ ევროკავშირში შევიდეთ, სხვანაირად განვახორციელოთ ეს პოლიტიკა, რადგანაც ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ორ ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირი. მაგალითად, ხელშეკრულება დაარქვით სტრატეგიული იქნება, არასტრატეგიული იქნება. ეხლა მე სტრატეგიული ხელშეკრულება ვერ წარმომედგენია ისეთ მონსტრთან, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ვართ რაღაცა ის, რომელ სტრატეგიულ ხელშეკრულებაზე და ამ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულების პუნქტებზე შეგვიძლია საუბარი. გავაფორმოთ ხელშეკრულებები ჯერ მეზობლებთან. მერე ის ვინც არის ეხლა უნგრეთია, იქ შეიძლება ავსტრიასთან, ასე ნელ-ნელა მივყვეთ იმ ქვეყნებთან, რომელსაც ჩვენ ინტერესები შეგვიძლია დავიცვათ. იმ ქვეყნებთან, რომელსაც ჩვენთან აქვს ინტერესები და ავიღოთ პასუხისგებლობა ამ ქვეყნებთან. შეიძლება უნგრეთთან ერთი ხელშეკრულება იყოს და სომხეთთან მეორე ხელშეკრულება იყოს თავისი სხვადასხვა ასპექტებით, რომელიც ჩემთვის მისაღებია და მისაღებია სომხეთისთვის. მისაღებია შეიძლება ის, რაც მისაღებია უნგრეთისთვის, შეიძლება მისაღები არ იყოს აზერბაიჯანთან ჩვენ და აი ის აქედან გამომდინარე, ისეთი ხელშეკრულებები დავდო ჩვენს ირგვლივ, რომელიც ცალსახად მისაღები და ცალსახად მომგებიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეხლა წარმოგიდგენია, ჩვენ რო ყოფილიყო დაუშვათ ევროკავშირში, გვექნებოდა ის ეკონომიური
ზნის მაჩვენებელი, რომელიც დღეს არის ჩვენთან და მაშინ როდესაც ევროპაში არის ეხლა სადაც 0 და რაღაცა რა ზოგ შემთხვევაში მინუსია და რაღაცა მეასედებით არიან წინ. რეცესია. ხო, რეცესია. აი, მაპატიეთ დღეს იყო გამოქვეყნებული ერთ-ერთ საიტზე, რომელიც უფრო ეკონომიკური პროფილის არის. იქ ჟურნალისტი წერს მასალას, რომ ევროკავშირიდან ტურისტულ სექტორში, ანუ საქართველოს ტურიზმზეა საუბარი, ადრე თუ ქონდა შემოსვლა ტურისტების 40-45%, 15%-მდეო დასულიო. Ახლა ის გლობალისტური საიტია, ამით იმის თქმა უნდათ, რომ აი საქართველოში როგორი ცუდი მდგომარეობაა, რომ ტურისტები არ მოდიან, მაგრამ სინამდვილეში რეცესია რომ არის ევროკავშირში და რიგითი ევროპელი კურკაწონია. ანუ იცის რომ აი ამდენი აქვს შესატანი გადასახადებში ასე შემდეგ. მე that's 9 იტყვის, მე იქ ვერ წავალ. დიახ. წელს. თან იქ თავის სპეციფიკაა, ანუ ევროპელი ერთ ადგილას უკვე რომ ჩავა, იქ აღარ ჩამოვა მანამდე, სადაც დედამიწის სხვა ადგილს არ მოინახულებს. ამ ყველაფერს ეს დაანგარიშებულია, თვითონ არსებობს ეს მთელი ფორმულები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი შინაარსი ის არის, რომ ევროკავშირიდან ტურისტი არ მოდის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ევროკავშირში არის რეცესია. გეთანხმებით. და არა იმიტომ, რომ საქართველოში აქ რაღაც არეულია. გეთანხმებით და კიდე მე ის გავაგრძელო ის რაც რისი თქმა მინდოდა. ესე იგი ჩვენთან ეს ეკონომიური ზრდა, რომელიც არის 8-9% და გინდა 7 იყოს, გინდა 5 იყოს. ესე იგი შედარება არ არის ევროპის ქვეყნების. ეხლა ჩვენ რო შევსულიყავით რა, იმათ ექნებოდა 0 ან 0.1% და ჩვენ გვექნებოდა 8-9, არ იქნებოდა. ხო, ამას ორიაზე არ არსებობს. ვინმე შეიძლება მითხრას, იქიდან იქნებოდა დოტაციები, რომლითაც ჩვენ გავაკეთებდით იმას. მაგრამ დოტაციები რომ მიიღო და რაღაც ფინანსირება იქიდან მიიღო, უნდა შეასრულო ევროკავშირის ყველა ის მოთხოვნები, რომელიც მათ ინტერესებშია. ასე იყო და ბევრმა ევროპის ქვეყნებმა მაგალითისთვის იქ პოლონეთი იყო, იქ უნგრეთი იყო, რომელმაც ეს დაფინანსება ვერ მიიღო, იმიტომ რომ იმათმა სუფრა არ გაუშალეს LGBT-ს წარმომადგენლებს და სხვა. ეს პოლონეთში და მე მოვიყვანე ორი ქვეყანა, უნგრეთი, რომლის თვითონ ხასიათი, მენტალიტეტი ძალიან ახლოსაა ევროპელებისგან, მაგრამ ჩვენი უფრო განსხვავებულია ვიდრე იმათი და ამიტომ ჩვენ მეტი პრობლემები გვექნება იმ მოთხოვნების შესასრულებლად თუ ჩვენ გავწევრიანდებით ევროკავშირში. აქედან გამომდინარე ის რისი იმედი აქვს ვიღაცას და ტყუილებით გვამარაგებენ აგენტურა, ის შეიძლება ჩვენ იქიდან არ მივიხოთ. ხო არ ჯობია ეს ყველაფერი. კიდაც ის არეულობ ევროპაში იქნება, სხვაგან იქნება რა, ჩვენ ჩვენი საქმეს მივხედოთ პრაგმატულად, სადაც მომგებიანია ის გავაკეთოთ. 3+3 გასაკეთებელი, რომელზედაც პირველი დღიდან საუბრობდი, სხვათა შორის მაშინ ერთი პერიოდი საგარეო საქმეთა მინისტრმა ზანკალიანი იყო და რაღაცა წამოწდა და ვაი მაგას დღე დააყარეს ამის თაობაზე, მაგრამ არის კიდე სხვა პროექტები, მათ შორის ეს პროექტი ახლა ჩრდილოეთი სამხრეთი, ეს დერეფანი, ბევრი რაღაცა არის და უნდა მაქსიმალურად გამოცდილი დიპლომატია, თან უნდა ჩავთვალოთ ამ გამოცდილებაში მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ ის გახდათ ელჩი ბელორუსიაში. რომელსაც მისი დამსახურებაა, როდესაც გახსოვთ ის პოლიტიკური მომენტი, როდესაც ბელორუსმა სადაც იყო აღიარებდა აფხაზეთს. ანუ ეს საკითხი ეხლაც იდგა, სხვათა შორის ეხლაც იდგა და ჩვენი ქართველი პატრიოტები მა ბევრი რამე გააკეთეს, ამინდა ეხლა მე გვარი სახელი დავასახელო, ჩამოთვალო აქ, რომელმაც პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა აი სულ ერთი თვის განმავლობა, ერთი თვის მონაკვეთში და ეს მეტნაკლებად განეიტრალებული იყო. მეტნაკლებად ამ ეტაპზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს. ამას უნდა შესაბამისი შეფასება ჩვენი ხელისუფლებიდან და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც პირველ რიგში ყველაფერი ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
ფინანსური იქნება ჩვენი ქვეყნის როლი ამიერკავკასიაში, რომ ის ყოველთვის იყო პირველი და ეს უნდა დავიბრუნოთ ჩვენ ეს პოზიცია, რაც წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოში. და ერთი საკითხს კიდევ მინდოდა ხაზი გამესვა და ჩემი მოსაზრება ჩამომეყალიბებინა ამ ხრივ. ეს ეხება ბატონ დავით საგამოძიებო კომისიას, რომელიც გახსოვთ ადათ ერთი წელიწადნახევრის უკან დავაყენე მე, მაგრამ არ იყო მაგისი კვლავ ის საშუალებები და უფლებამოსილება არ ქონდა ხელისუფლებას და ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეექმნათ ეს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. და ბევრი რამ აქ გამოაშკარავდა. ეხლა და ამას თავისი შეფასება უნდა მისცეს სხვადასხვა ორგანოებმა, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებმა, მაგრამ სხვებმანაც უნდა გაითვალისწინოს ეს. იქ ბევრი რამ გამოაშკარავდა ღალატი, გამოაშკარავდა მოღალატეები. კიდე ბევრი რამე გამოაშკარავდა. კიდე ბევრი რაღაც, რომელიც ჩვენ ალბათ ვიხილავთ დასკვნაში, რომელიც დაიდება. მაგრამ ერთი რამ მინდოდა გამესვა ხაზი და ალბათ მიუვათ ეს რომ აი აქ დაკითხვები რომ მიმდინარეობდა. ესე იგი გამოჩნდა ხალხი, რომლებიც აი გმირული გადაწყვეტილებებს და საქმეს აკეთებდა. ისინი იცავდნენ ქართველი კაცის სინდის ნამოს, ქართული კაცის ადათ-წესს. და რამოდენიმე აი დღეს იყო ერთი მაისურაძე, იმედა მაისურაძე, ფრინავი, რომელსაც მე პირადად ვიცნობ და ესე იგი ერთ-ერთი წარმატებული და უძლიერესი ფრინავი იყო. და იმან დღეს რომ მოყვა, ავიც აბა, აი ასეთი ადამიანი ხონდა აღინიშნოს და რაღაცნაირად გვიან მაინც ხელისუფლება რაღაცა სახელმწიფო ჯილდოზე ის ბრძანება ოქროაშვილის მიერ გაცემული, რომ დაებომბათ და რაც ერთდაპირ იმასთან რომ დავალება არ შეასრულეს, ამან ჩამოფრინდნენ და ქვევით ციმციმა მანქანები დახვდათ და დააპატიმრეს ესენი. იგივე ბევრი ვინმეზე შემიძლია გითხრათ მერაბ ჭიქაშვილი რო იყო და ყვებოდა. იქ თოფურიაც იყო, რომელიც ვაჟკაცურად გაუძლენ ამას და სამაგალითოები აღმოჩნდნენ ჩვენი მოსახლეობისთვის. მე ვფიქრობ, სახელმწიფომ გვიან მაინც ეს უნდა აღინიშნოს, მე ვფიქრობ. მე ახლა არ შემიძლია ბევრი იყვნენ. იქ ქალბატონები იყვნენ, როგორ იცავდნენ შვილებს, როგორ რაებს აკეთებდნენ. ამიტომ აქ ორი მხარეა. ერთი მხარეა ის, რაც გამოაშკარავდა და რაზეც აუცილებლად შესაბამისმა ორგანოებმა რეაქცია უნდა გააკეთოს და ხალხმა ეს უნდა ნახოს იმისათვის, რომ მსგავსი არ გამეორდეს და მაგალითი იყოს ხელისუფლებისთვის და მაგალითი იყოს ჩვენი შვილებისთვის, ასევე ის ვაჟკაცი ადამიანები, რომელიც უმკლავდებოდნენ და არ ნებდებოდნენ ამ მოღალატეობრივ რეჟიმს. ისინიც უნდა აღინიშნონ, რომ იყვნენ ასეთები. იქა ეს მომენტი მე უსმინე ნაწილს მაისურაძეს გამოსვლისა და წარმოიდგინეთ, როდესაც აფრასიძეების სახლის განადგურება მოხდა ასე პირდაპირ. ანუ ცეცხლი იყო გახსნილი შვეულმფრენიდან. რატომ არ შეიძლება ამ კაცს დაეჯერებოდეს, როდესაც ამბობს, რომ კვიციანების სახლზეც ანალოგიური ბრძანება იყო გაცემული ოქროაშვილის მხრიდან. ანუ პრეცედენტი იყო ამისა. ხო, ეს არაერთხელ ტელევიზორშიც არაერთი სიუჟეტი მიეძღვნა, რომ გასაგები არაერთ პიროვნებას დაუდასტურებია ეგ. მე მგონი საკმარისია ეგ. საკვარისი მასალები. ხელისუფლებას ეს ჰობიც ჰქონდა ეთყობა ამ კომპიუტერულ თამაშებს. არა, რო თქვა, ესე იგი მათ უნდა რომ ჩვენ იქ გაგეთ სამტვერებინა და ხალხის დაღუპული იყო და მას შესაბამისი ესე იგი დასჯითი თუ დაშინების
ხასიათი მიიღო საქართველოში. კი ბატონო. და ბატონო ფრიდონ, რაც შეეხება ახლა ამ ოპოზიციის გამოსვლებს, კიდე არის ეს ინსტრუქტაჟი იქიდან მოდის დასავლეთიდან. დიახ, მოდის. და ახლა ეს სალომე ზურაბიშვილი ყავთ მაინც და მაინც აკვიატება აქვთ რომ იყოს ლიდერი. მთელი რიგი ეს ოპოზიციონერები გამოვიდნენ, ამბობენ რომ ამ ქალის გარშემო გავერთიანდეთო. მთელი რიგი, მაგრამ ყველა არა. ნუ კი ბატონო, მაგრამ როგორ ფიქრობთ ახლა თან ახალგაზრდებიც არიან? მათ შორის ვინც თქვეს რომ აი ეს ქალი კარგი მერი იქნებაო. და როგორ ფიქრობთ ახლა ეს მათ უბრალოდ სიზმარი ნახე, ეს ხო გასაგებია რომ ინსტრუქცია. არა, ეს ყველაფერი ინსტრუქციით არის, ბატონ დავით. აბსოლუტურად ყველაფერი გაწერილია. თუმცა კიდე გეუბნებით რომ არის ყველა ხელისუფლებაში ეს გერმანიის არის შტო, არის გარკვეული ხალხი, რომელიც თulis რომ იქ არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მართლაც ესაა. უმრავლესობამ აირჩია ახლა როგორც გინდა ისე. ახლა რაც შეეხება იქ ეს სალომე იქნება თუ აქ როგორ არის იცით, ყველას უნდა ლიდერობა. იქ სალომე, იქ პატაბურჭულაძე, ახლა ზოგიერთები კიდევ არიან რეზერვში ყავთ, მაგრამ ეს ის პიროვნებებია, რომელიცაც საზოგადოება არ მიიღებს ახლა. არ მიიღებს ახლა ქალბატონი სალომე მაღაზია ბევრი მოხს მე ნასაუბრები რომელიც ხან ერთ პარტიაშია, ხან მეორეშია, ხან ერთ ხელისუფლებაშია, ხან გუშინ ამას ამბობდა, დღეს ამას ამბობს. არავით არის არც ისტორია იცის და არც მაგისი შესრულების რამე ძალა აღააჩნია. და როგორ შეიძლება ის გინდაც მერობის ან ამისი იყოს წინამძღოლი. მაგრამ შემთხვევით არ დებენ ფსონს, სწორედ ასეთ არა მარტო ის რომ არ ყავთ, აი ასეთი ადამიანები, რომლებიც ეს თუნდაც ეს საელჩოები გადასარევად ფლობენ, ამომწურავად ფლობენ ინფორმაციას, ვინ რითი არის და რა კომპრომატის ფლობა შეიძლება ასეთ ადამიანებზე, ვიზეც ფსონს დებენ. უფრო მარტივად შემსრულებლები იქნებიან მათი ინსტრუქციების. კი, რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ერთი ეშლებათ გინდათ იმ ელჩებს და გინდათ ელჩების პატრონებს იქიდან ვინც დავალებას აძლევს რომ ქართველი ხალხი ცოტა სხვანაირია მაგრამ შეიძლება შენ მიგიღოს მოგეფეროს სუფრა გაგიშალოს მაგრამ თლად ისე ვერ მოატყუებ მაგას და არ ამგონია მაშინ შეცდეს ქართველი ხალხი იმიტომ რომ ასეთი რამ ბევრჯერ გაუულია საქართველოს და ათეული საუკუნეები არის რომ საქართველო არის აი ზუსტად იმ რაღაცა ძალით ეს ღვთისმშობლის ქვეყანა თუ ვერ გეტყვით რაღაც ძალა აქვს ქართულ კაცს ამიტომ ამაში ისინი ცდებიან თუ მათ გაუვათ ეს ღმერთმან უკნას ჩვენს გვერდით მეზობელ ქვეყნებში საქართველოში ეს მათ არ გამოუვათ იქაც არ მინდა რომ ეს გაუვითეს სომხმა ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავის სახლში როგორ იცხოვროს და ვისთან იმეგობროს. ხო და ზოგიერთს უნდა რომ ამას გადააყოლოს ქვეყანა. ხლა არ მინდა მე უფრო სიღრმეში შევიდე, მაგრამ ეს უჩვენოდაც გადაწყდება. ჩვენ აქ არც გვესაქმება და არც ჩვენი მცდელობა რამეს მოიტანს, ამიტომ ჩვენ შევხედოთ სიტუაცია როგორ იქნება, ხო და უფრო დრო მეტი დაუთმოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს. რაც უნდა ის გაუკეთებიათ. ეხლა არ უნდა იმას დიდ ბრიტანეთს ამ გერმანიას ჩვენთან. კი ბატონო იყოს რა. იყო დაგვანებონ თავი. ჩვენ ჩვენით უნდა იყიდონ ქართული ღვინი, იყიდიან, კი ბატონო იყიდონ. იქიდან გამოაგზავნიან რაღაც რაც იქნება იქ მანქანები იქნება თუ რაღაცა ვიყიდით ჩვენ. მაგრამ ის სხვა საკითხებზე აქ ნუ შეგვაწუხებე. ჩვენი საქმეები ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს. იმ ხელისუფლებამ, რომელსაც ხალხი აირჩევს და ან აირჩია დღეს. ხო, მაგრამ ეს მცდელობები ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით და ეს სანამ იქნება ეს აგენტურა და
აგენტურის მიერ მოსყიდული მოღალატეები ეს მცდელობა სულ იქნება, მაგრამ ეს ნელ-ნელა მილევის გზაზეა. კი ბატონო, და ბატონო ფრიდონ არ შემიძლია არ კითხოთ, ახლა ჩვენ 5 წუთზე ცოტა ნაკლები გვრჩება ამ გახარიასთან დაკავშირებით. ანუ ეს კაცი ახლა აიღო ერთი ბილეთი, უკან მობრუნების ბილეთი არა უღია, ჩართვა განხორციელდა ამ კომისიასთან, თეატრულუკიანის კომისიაზე და ვკითხულობ განცხადებაც გაავრცელა მანდატების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ანუ იქ 6 თვე არ შედიოდნენ ეს 12 კაცი, ვინც გავიდა პარლამენტში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა იქ კანონით შემდეგი 6 უბრალოდ 12 კაცი უნდა შევიდეს. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რასაკვირველია თუ ის ინსტრუქტორები ეტყვიან რომ იცით რა ახლა აღარ შევიდნენ თქვენი ხალხი ამ პარლამენტში, რომ გამოჩნდეს რომ ეს პარლამენტი არის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ, არ უნდა იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი, ჩვენ ახლა უფრო გვაწყობს ასეთი ვითარება, რათა ხალხის მასები გამოვიდნენ, აჩვენონ რომ დიქტატურა მყარდება, როგორც ახლა მედია, მათი გლობალისტური მედია წარმოაჩენს აქ არსებულ ვითარებას. თქვენ როგორ გონიათ ახლა შეევამომდევნო ნაკადი თუ მათი ეს თავმჯდომარე უსტაბაში თუ ხელმძღვანელი რა ვიცი გახარიას რა უწოდოთ, თავმჯდომარე იტყვის რომ არ შეხვიდეთ. ის რომ ის 12-მა კაცმა არ მიიღო მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში, კანონი ამას ცალს ახაც უფრო ადრე შეიძლებოდა ეს ყოველგვარი იქ შეღავათების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტს, რომ მათ დაეტოვებინათ პარლამენტის წევრის სტატუსი. ეხლა ეს უნდა გააკეთონ. თუ პარლამენტია, თუ კანონი კანონობს, უნდა შეასრულონ და ეს 12 კაცი უნდა დატოვოს პარლამენტი. თუმცა ისინი პარლამენტში არ წყობილან. ეხლა არ ვიცი როგორ ისინი დაფინანსებას იღებდნენ, არ იღებენ, ვერ გეტყვით მაგას. ეხლა რაც შეეხება შემდეგი 12 კაცი, მაგათ სრული უფლება აქვთ, რომ წარადგინონ შემდეგი 12 კაცი. იქ 12-ზე მეტია სიით, რომელიც სია მათ არ ჩაუხსნია და ეხლა იქ ის 12 და შემდეგი 12 მოწინავე პარტიის წევრები არ იყვნენ, ალბათ იქ იყო რაღაც არანჟირება და ამიტომ მოხდნენ ისინი მე-20, მე-15 ან მე-30. ამიტომ არ ამგონია რომ იმათი მართვა ასე ადვილად შეიძლებოდეს პარტიის პირველი პირებისგან. თუ 12 კაცი იყო ეხლა, იქ 12 კაცზე რაღაცა ზეგავლენა და მეტი ძალაუფლება ჰქონდა იგივე გახარიას, არ ვიცი ეხლა რამდენად მას ექნება ასეთივე ძალაუფლება და იმ დანარჩენ სიის წევრებზე, რომელიც არის რეგისტრირებული CSGO-ში. ამიტომ წინასწარ აქ რამეს თქმა შეუძლებელია. ვერ იტყვი იმას, რომ იმათმა თუ თქვენს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგი არ შევიდეს, მაგრამ აქ მეორე მხარეა, სანამ ის 12 კაცი ან მე-12, შემდეგი მე-12 ან მე-20 თუ პირადად არ დაწერს განცხადებას და არ იმას, ის შედის პარლამენტში და ეს საკითხი არის აი ასეთ ჰაერში ჩამოკიდებული და ფიქრობ შეიძლება მოიძებნოს ერთი მაინც, რომელიც შევა პარლამენტში. ამიტომ მოვლენები განვითარდება საკმაოდ სწრაფად ამ მიმართულებით და ჩვენ მალე ვიხილავთ, როგორ ეს ყველაფერი დამთავრდება. დიდი მადლობა ბატონ ფრიდონ ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ ევროპული სოციალისტების თავმჯდომარე, ასევე უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია. მე ზეგამდეგე მშვიდობებით, ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.